მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომეცა შესაძლებლობა რომ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები წარმოგიდგინოთ. თქვენს წინაშე ახლა არის რუსთავის ციხის კადრი. მოგეხსენებათ რომ რუსთავის ციხე მრავალ შრიანი კულტურულ ფენებს შეიცავს. აქ დასახლება უკვე ჩდება სამაროვანი პირველ რიგში ძველი წელთა აღრიცხვის 19-18 საუკუნემდე და თითქმის უწყვეტად გრძელდება ახლის 17-18 საუკუნემდე. აქ გათხრილი ძეგლებია წარმოდგენილი, ხედავთ გარშემო და ყველაზე მთავარი და ძირითადი ნაგებობა რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გახლავთ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლე, რომელიც მდებარეობს ციხის ყველაზე დაცულ ადგილას ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. სასახლის არქეოლოგიური შესწავლა ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და მას ჩემი უფროსი თაობის კოლეგები, არაჩვეულებრივი პროფესიონალი არქეოლოგები თხრიდნენ, როგორც ცისანა ჩიკოიძე, მერი ჩხატარაშვილი, თინა არჩვაძე, ეკა ჯანდიერი და მისი ზედაფენები ფაქტიურად არის შესწავლილი, არსებობს პუბლიკაციაც, რუსთავის სამშიარე გამოქვეყნებული სასახლის გათხრების შედეგები. ბოლო არქეოლოგიური სამუშაოები აქ ჩატარდა 2014 წელს, ამას უკვე რუსთავის ისტორიული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებდა და ჩვენ 14 წლის შემდეგ აქ სამუშაოები შეგნებულად შევწყვიტეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ვთვლიდით, რომ ძეგლის გაშიშვლება კონსერვაციის გარეშე არ იყო მიზანშეწოლილი და აქედან გამომდინარე ციხის სხვადასხვა მონაკვეთებზე ძირითადად ზღუდეების გამოვლენაზე მუშაობდით. მაგრამ შარშან ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით და იმ დაპირებით, რომ აუცილებლად მოყვება ამ სამუშაოებს საკონსერვაციო სამუშაოები, ჩვენ საკმაოდ ფართომასშტაბიანი ექსპედიცია წამოვიწყეთ და შედეგიც გახდათ ძალიან საინტერესო. ხედავთ ახლა, რომ სასახლე ეფუძნება მძლავრ პილონებს, აქ ორი პილონია, ერთი მეორე, სულ ასეთი 14 პილონია გამოვლენილი, ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი პილონები არის. თავიდანვე იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ სასახლე უნდა ყოფილიყო ორსართულიანი და გათხრების შედეგად ძალიან შთამბეჭდავი მასალები გამოვლინდა ჯერ კიდევ გასულ წელს, გასულ საუკუნეში. მისი კედლები იყო მოხატული, როგორც ხედავთ, მიმინოს გამოსახულება. ეს არის გორელეიფი, რომელიც ხელოვნების მუზეუმშია დაცული. აქაც მამაკაცის მარცხენა მხარია ხელით და ჩვენ სავარაუდო ვარ, რომ მისი კედლები ნადირობის სცენასთან დაკავშირებული სიუჟეტებით იყო მოხატული. გარდა მაგისა, სარკმლები ყალიბში დამზადებული მინის წრიული სარკმლებით იყო შემკული, აი თქვენ ხედავთ, ეს იყო სხვადასხვა ფერის, ძალიან ბევრი ნატეხები არის
გამოვლენილი აქვს, არის ლურჯი, ღვინისფერი, მწვანე და რაც შეეხება ამას, ეს არის ალიბასტრის ჩარჩო და ამ ალიბასტრის ჩარჩოში იყო განლაგებული ეს მინის სარკმელები ვიტრაჟული წესით. ეხლა ეს ჩვენი აღდგენილი ვარიანტია, როგორი შეიძლება ყოფილიყო და ეს ChatGPT-მ გაგვიკეთა ფერადად და ლამაზად. ხო, ისე რომ ცადეთ რომ ეს ტექნოლოგიითაც გვენახა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. რასაკვირველია, ძალიან შორს არის რეალობასთან. მასალა, რომელიც ამ სასახლის ზედაფენებში არის აღმოჩენილი, მრავალფეროვანია, მათ შორის მონეტების განძია აღმოჩენილი მეოთხე ოთახში, ჩვენ ამას ვნახავთ, ეს გეგმა უკვე დაახლოებით 2014 წლისთვის ასე გამოიყურებოდა. აქ კარგად ჩანს კიბის უჯრედი, რაც ნამდვილად დადასტურებს, რომ სასახლე ორსართულიანი იყო. და ეს ოთახები 1 2 3 4 7 ოთახისგან შედგებოდა, ეს არის ცენტრალური დარბაზი, ანუ ზღუდის ლათინური ელის ფორმის გეგმარება ჰქონდა ამ სასახლეს, ერთი მკლავი მეუყვებოდა სასახლის ჩრდილოეთ ზღუდეს, მეორე აღმოსავლეთ ზღუდეს. ამის გარეთ არის აბანოც დადასტურებული. აი ესეთ, ესე იგი ამ დონეზე იყო შესწავლილი ეს სასახლე, როგორც უკვე მოგახსენეთ და ჩვენ 2025-ში მთლიანად გავწმინდეთ სასახლის ყველა მონაკვეთი, მცირე სამუშაოები ჩავატარეთ აი ამ ოთახებში. ეს არის პირველი ოთახი, ეს არის ცენტრალური მეოთხე ოთახი და მეხუთე მეექვსე ოთახი. აქ საინტერესო ერთი დეტალია, რომ ჩვენი წინა კოლეგები ამ სასახლის თაობაზე ამბობდნენ, რომ დაინგრა მე-11 საუკუნეში ფუნქციონირებდა, მე-11 საუკუნეში დაინგრა და მერე მოხდა მისი აღდგენა, გეგმარების ერთგვარად შეცვლა. ამ გეგმარების შეცვლაში იგულისხმება, რომ აი აქ ერთი ოთახი მიემატა და ეს ნაწილი გაუქმდა და ძირითადად ამ მონაკვეთში არსებობდა ეს სასახლე. თუმცა ახალი გათხრების შედეგად ჩანს, რომ აქ მარტო ორი სამშენებლო დონე არ უნდა ყოფილიყო, საერთოდ ქრონოლოგიაც ალბათ გადასახედი იქნება, რამდენადაც აი ეს მეოთხე ოთახი. ხედავთ აი აქ რიყის ქვის კედლებს, რომელიც მე-12-მე-13 საუკუნის ფენებსა და ქვედა ფენებს შორის არის სრულიად სხვა მშენებლობის დროს გაჩენილი. ამ ეტაპზე ჩვენ ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვით, რა პერიოდში გაჩნდა ეს დაგებობები. ერთი კი ფაქტია, რომ პილონებიანი სასახლე დაინგრა, მას შემდეგ აქ რაღაცა პერიოდში ალბათ ლაკუნა არის და მერე ჩნდება ეს რიყის ქვის კედლები რაღაცა პერიოდში და უფრო გვიან უკვე მე-12-მე-13 საუკუნეში ახალი გეგმარებით ახალი სასახლე კეთდება ამ ნაწილში. ძირითადი სამუშაოები ჩვენ მაინც ჩავატარეთ მე-6 ოთახში, ბოლო ოთახში. ეს ძალიან საინტერესო დეტალი არის აი ამ სასახლისა. ეს ხომ ზღუდე, აი ამ ზღუდაზე არის მიდგმული კიდევ შიგნიდან კედელი და მას აქვს აი ეს ჩაყოლებაზე საკმაოდ 35-40 სანტიმეტრის დიამეტრის ორმოები, აი აქაც არის ეს ორმო. ჩემი კოლეგები ამბობდნენ, რომ ეს ზღუდე შესაძლოა იყოს მე-4-მე-5 საუკუნის, ანუ რუსთავს მოგეხსენებათ, რომ სამი სხვადასხვა პერიოდის ზღუდი აქვს. პირველი ზღუდე თარიღდება მე-4-მე-5 საუკუნით, მეორე ზღუდე უკვე გახლავთ აი ეს მაგალითად ოთხკუთხა კოშკი არის პირველი პერიოდის ზღუდე და შემდგომში ეს რო ინგრევა მე-8 საუკუნეში, მერე უკეთდება აი ესეთი ნახევარწრიული ბურჯები და ეს კედელი მსხვილდება და უფრო მასიური ხდება აი ესეც. და ფიქრობდნენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო პირველი ზღუდის, მაგრამ როგორც ჩანს, შესაძლოა ეს ასე არ იყოს.
და აი ამ სასახლის ადრეული ფენის კონსტრუქციულ ნაწილს წარმოადგენდეს. ნაწილობრივ სასახლე ჩაჭრილია გრუნტშიც, ანუ ქვედა სართული გრუნტში ნაწილობრივ არის ჩაჭრილი და როგორც ჩანს, აი გრუნტის პირზე ამოაყოლეს ეს კედლები. ხო, ეს მეოთხე ოთახი არის, რომელიც გაჩვენეთ წეღან, სადაც ეს მონეტების განძი არის აღმოჩენილი და იმ მონეტების დიდი ნაწილი წარმოდგენილია რუსუდანის მონეტებით და მის ქვეშ არის ზუსტად ეს რიყის ქვის კედლები, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით როდის გაჩნდა და რა თარიღს მიეკუთვნება. აქ ამ დონეზე შევჩერდით და ერთადერთი თიხის ჭურჭელი აღმოჩენილი ამ მეოთხე სათავსოში, თუმცა ესეც საეჭვო არის, რამდენადაც რაღაც მიჯნაზე არის ამ ოთახისა და ზღუდეს შორის და ახლა ამას კარგად ცნობთ ყველა, მე-12-მე-13 საუკუნისაა და ცხადია, რომ მიეკუთვნება ამ სასახლის ზედა კულტურულ ფენებს. მეექვსე ოთახი, რომელიც ბოლომდე იქნა შარშან შესწავლილი. თქვენ აი კარგად ხედავთ აქ, აი ამ ნაწილში, ესე იგი, მიწის ზედაპირიდან ძალიან მალევე, დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის სიღრმეზე, აი როგორც კი ავიღეთ ჰუმუსური ფენა, წამოვიდა აი ძალიან ძლიერი ნანგრევი ფენა, რომელიც ძირითადად შეიცავდა აგურებს, კრამიტებს და ხის ძალიან მასიური ძელების ნაშთებს. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ეს არის რესტავრაციის, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდი შედეგი. პირდაპირ ოთახის აღმოსავლეთ კედლის ნაშალ ნანგრევზე და თავისთავად კედელზეც ამოიყვანეს საპერანგე წყობა, რომელიც არ არსებობდა იმ პერიოდში. და ფაქტიურად ეს ნაწილი ვერ გავთხარეთ და ძალიან ცუდია კიდე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ გავთხარეთ, რომ აი ამ ნაწილში ჩვენ დაგვჭა ამოსაღები მზარადის ნაწილი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებიც. ამას არ ვიცი, ჩვენ ქონდა მოლაპარაკება, რა უნდა უყოთ ამ კედელს, არ ვიცით. ეს გაკეთა 1987 წელს. ანუ გვიანი შუა საუკუნეების კედელი არის ზედა ნაწილში შერჩენილი იყო აგურის ნაშთები გვიან შუა საუკუნეების და იმის პირზე ქვემოდან გამოტეხილი რო იყო, ამოაშენეს პირდაპირ და გაუსწორეს და არც გაითხარა ქვეშ რას ეყრდნობოდა. წარმოდგენილი არის ყველა ნიმუში, დაახლოებით ყველა ზომის აგური არის აღმოჩენილი ამ ნანგრევში, არის 22, 5, 22, 5-ზე, 25, 25-ზე, 28, 28-ზე და 30, 30-ზე, სისქე 4, 5 ან 3 სანტიმეტრი. ეს უკვე არის ალიზის აგური არის, ანუ გარდა გამომწვარი აგურებისა, ამ ნაყარში ჩვენ გვხვდებოდა ასევე ალიზის აგურები. ზომას ხედავთ 32. ეს როგორც ბრტყელი კრამიტი, ასევე ღარიანი კრამიტები გვხვდებოდა აქ დიდი ოდენობით. ხო. და ძალიან საინტერესო დეტალი, რომ ხედავთ ანტეფიქსები არის არაბული წარწერებით 7 ცალი ერთეული არის აღმოჩენილი. ამ არაბული წარწერების თაობაზე ჩვენ მიმართეთ სპეციალისტს და ხედავთ, რომ რაღაცა სპეციფიკური, ანუ არ აქვს ეგრეთ წოდებული დიაკრიტიკული ნიშნები, აი ეს წერტილები რომ აქვს ხოლმე არაბულ წარწერებს, არც ერთს არ აქვს და აქედან გამომდინარე მისი რამოდენიმე წაკითხვის ვერსიის შესაძლებლობას იძლევა და ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ ამის დადგენას. ეხლა რატომ არის აბნენი არაბული არტეფიქსი რუსთავის სასახლეზე? ამის თაობაზე ეხლა ვერსიები ბევრი შეიძლება, მაგრამ
თუნდაც ის რომ პერიოდი ისეთია რომ შეიძლება რუსთავი თბილისის საამირო შემადგენლობაში იყო და ამის გამო, მაგრამ ეს მთლად ვერ გამოდგება, იმიტომ რომ ქართულ მონეტებზე ჩვენ ვიცით რომ ყველგან არაბული წარწერებია და ეს მიღებული ანუ საერთაშორისო კუთხით უფრო გამოიყენებოდა ეს წარწერები ალბათ, ესეც მომავალი კვლევის თემაა და ნახავთ რა შედეგი გვექნება. ეს გრაფიკული ჩანახატები არის, ხედავთ უკან კარგად ჩანს ფორმაც აი ამ არტეფიქსის და მე სანამ ჩვენ უფრო სიღრმეში ჩავიდოდით, აქ ძალიან საინტერესო დეტალი გვაქვს, რომ აი ამ ნანგრევ ნაშალ ფენაზე, ძალიან მძლავრზე აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული სამეურნეო ორმო, რომლის ძირი დამთავრდა ამ ნაგებობის იატაკიდან დაახლოებით 50-70 სანტიმეტრის ზემოთ. ამაზე ხას იმიტომ უსვავ, რომ მასში წარმოდგენილი მასალა ჩვენ გვაძლევს ძალიან კარგად თარიღს და სტრატიგრაფიისთვის მნიშვნელოვანია. ორმოში მოპოვებული მასალა, აი ხედავთ, მრავალფეროვანი ჯამები არის წარმოდგენილი. ძირითადად ეს არის შიშველკეცზე ანგობით მოხატული, ან შიშველკეცზე გაყრილად ფუნჯით მოხატულები და ეს ძალიან კარგად ჯდება მე-19 ბოლო მე-10 საუკუნეში. აი ეს ერთადერთი ჯამია, რომელიც შეიძლება ამოვიდეს მე-11 საუკუნეში, თუმცა ფორმით ის უფრო ადრეულისკენ იწევს, დაბალი კალთა აქვს და ფართო ძირი. ანუ სამეურნეო ორმოები თუ გვაქვს მე-11 საუკუნის და ის ამ ნანგრევ ნაყალფენაში არის ჩაჭრილი, გამოდის თარიღი უფრო ქვემოთ უნდა ჩაიწიოს და შესაბამისად ამაზე დაყრდნობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ფენები, რომელიც ჩვენ შარშან შევისწავლეთ, უნდა იყოს მე-10 საუკუნის პირველი ნახევარი. ხო, ეს გრაფიკული ჩანახატებია და ხედავთ მოჭიქული ჯამების სხვადასხვა ფორმებს. გარდა მოჭიქული ჯამის ამ ორმოებიდან მომდინარეობს სამეურნეო დანიშნულების სამზარეულო ჭურჭელი. ესეც გრაფიკული ჩანახატებია ამათი. ესე იგი, ეს ნაყარი აგურების ალაგების შემდეგ, აგურებისა და მძლავრი ფენის ალაგების შემდეგ, თავიდანვე ისევე სანამ ეს აგურების ფენები წამოვიდოდა, დასავლეთ ჭრილში უკვე ჩანდა ხის ძელები, რომლებიც ერთი ბოლოთი ეყრდნობოდნენ, როგორც ჩანს კედლის თავს და იმის გამო, რომ ჩაინგრა, ანუ ირიბად ეშვებოდა იატაკის და აი შედეგი შემდგომი სამუშაოებისა, როგორც ხედავთ. აი აქ ამ ბოლოებში ჰორიზონტალურად ჩადგმული ხის ძელები დადასტურდა და აი აქედანვე იწყება აი ამ ძელების გამოჩენა და ირიბად ჩასვლა იატაკისკენ. ეჭვი არ არის, რომ ეს წარმოადგენს სართულშორის გადახურვას და ჩატეხილია სიღრმისკენ. აი ხედავთ და ამ ოთახის სამივე კუთხეში აი აქაც ხედავთ, აი ესეც ხის ძელებია, მიუყვებოდა აი ასეთივე მსხვილი ძელებისაგან შედგენილი ხის კონსტრუქციები, რომელიც როგორც ჩანს ასევე ხის ძელებით იყო გადახურული. აი აქაც ხედავთ და ნახავთ, გაჩვენებთ ახლა, იგივე არის უბრალოდ სხვა ხედიდან არის. აი აქ ჭრილში თქვენ ეს არის მეხუთე ოთახი და კარგად ხედავთ სიღრმეს, რა სიღრმეზე არის ეს ნაყარ-ნაშალი ფენები წარმოდგენილი. იგივე და არქეოლოგიური მასალა, რომელიც აი ამ ნაშალი ფენებიდან აღმოჩნდა. საბრძოლო იარაღი წარმოდგენილი არის
შუბის პირით, ისრის პირებით, დანებით და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც გახლავთ, ასე მე-19 საუკუნის რკინის 3 მუზარადი აღმოჩენის ვითარებაში, როგორც ხედავთ, 3 და ეს კიდე გახლავთ ჯაჭვის პერანგი, რომელიც აი ასეთ ვითარებაში, ანუ ფაქტიურად მთელია, მაგრამ ჩაკეცილია და დეფორმირებულია და ამ სახით აღმოჩნდა. ეს წყობა პერანგის და ზარადის, ანუ არა მხოლოდ მუზარადია, მუზარადთან ერთად აღმოჩნდა ზარადი, რომელიც ისრის საფარია, მოგეხსენებათ, ანუ სამივე მუზარადს თავისი ზარადით ახლდა თან. ეს უკვე გაწმენდილი დეტალი ზარადის, ეს მუზარადი და ეს ისრის პირი. აქ უკვე დეტალები არის წარმოდგენილი, ანუ დამზადებულია რასაკვირველია რკინისგან, ეგრეთ წოდებული კიდე კლაკნილი, აი 4 სეგმენტისგან შედგება, აი აქ კარგად ჩანს ეს 4 სეგმენტი. ზემოთ აი ესეთი სამაგრი აქვს, საცხვირია და ეს გახლავთ აი ზარადის სამაგრი, რგოლები, რომელზეც ეკიდა თვითონ ზარადი. ჯაჭვის წყობა არის აი უწვრილესი და აი ფილიგრიმული, ძალიან წვრილი რგოლები არის, ორნაირი არის ბრტყელი და არის მომრგვალო რგოლებიც. ეს იგივე ხედავთ, დეტალებია ცალ-ცალკე გამოტანილი და რა ვიცით ახლა ჩვენ ზოგადად მუზარადებზე. ანუ ამ პერიოდის მუზარადი ჩვენი თვალსაწიერში და ლიტერატურაში სამხრეთი კავკასიის არც ერთ ქვეყანაში და არც შორის საქართველოში აღმოჩენილი არ არის. არის მსგავსი ანალოგიური იმის მუზარადები გავრცელებული, მოკიდებული პოლონეთიდან სადღაც შავი ზღვისპირეთის რეგიონამდე, არის ურალის მონაკვეთებში, წარმომავლობაზე სხვადასხვა ვერსიები არის, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რუსთავში აღმოჩენილი მუზარადები თავისი ტიპოლოგიით მსგავსებას კი ამჟღავნებენ ამ ევროპულ მუზარადებთან, მაგრამ აქვს ძალიან სპეციფიკური ელემენტები, რომელიც მხოლოდ რუსთავის მუზარადებისთვის არის დამახასიათებელი. აქ აღნიშნავ, რომ 2 მუზარადი უკვე გაწმენდილია მთლიანად, ერთი წმენდის პროცესია და 2 მუზარადი არის ერთი და იგივე ტიპისა, ხოლო ის ერთი, რომელიც იწმინდება, სავარაუდოდ არის მთლიანად სხმული, ანუ ეს სეგმენტური ნაწილებისაგან არის შედგენილი, ის მთლიანი ჭედურობით არის და იმის გარეშე არის, შვერილის გარეშე არის. ანუ 2 სახეობის მუზარადი დასტურდება ამ ერთ სათავსოში, ესეც იშვიათი შემთხვევაა და ის დაახლოებით სულ რაც ჩვენ ვიცით 40-მდე ერთეულია მთელს ევროპა, აზიის კონტინენტზე და მათი უმრავლესობა არის შემთხვევითი. სულ რამოდენიმე მგონი სამარხი კომპლექსიდან ზოგი ნაწილია და ესეთი არქეოლოგიური კონტექსტი იშვიათად მოყვება ხოლმე მუზარადებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. და ის რომ ერთ შენობაში, ერთ ოთახშია ეს მუზარადები აღმოჩენილი და თანაც არა იატაკზე, არამედ ნანგრევ ფენაში ჩვენ გვავარაუდებს, რომ ეს მეორე სართულზე უნდა მოწყობილი ყოფილიყო ზარადხანა, ანუ იარაღის შესანახი, სათავსო, საწყობი. წყაროებში ჩვენ ზარადხანები კი ვიცით, მაგრამ არსად ესეთი დადასტურებით არ შეგვიძლია რომ თქვათ, რომ აქ გვაქვს. აქედან გამომდინარე, იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც რუსთავის მუზარადებს ახასიათებთ, ჩვენი სპეციალისტი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, ბატონი ზურა მაღრაძე, ფიქრობს, რომ ეს მუზარადები არის ადგილობრივი ქართული წარმომავლობის
და ამ ტიპის მუზარადების ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება. და ეს რომ ნამდვილად ასე უნდა ყოფილიყო, ამის დადასტურებას ჩვენ ვხედავთ ფრესკულ ფერწერაში. თქვენს წინაშე ეს არის ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესიის ფრესკა და ხედავთ, რომ აი ამ მხედრებს, მეომრებს ზუსტად ანალოგიური მუზარადები ახურავთ, როგორიც რუსთავში აღმოჩენილი და აი აქ ძალიან კარგად ჩანს აი ეს კიდევ დატალიური მომენტი და ეს შვერილიც ეს გახლავთ ძრავად ხო ეს არის ფავნისი და ეს არის ჯრუჭის 4 თავიდან და ეს ის რომ უკვე მხატვრობაში წაისახა ეს იმას მიგვითითებს რომ ამ ტიპის ანუ ქართულ შეიარაღებაში ქართულ მხედრებში ამ ტიპის მუზარადები ფართოდ იყო გავრცელებული და კიდევ ერთი მხარდაჭერა იმისა, რომ ადგილობრივი წარმოება შეიძლება იყოს. ანუ განსხვავება რა არის? განსხვავება არის საცხვირეში, ანალოგიებთან შედარებით, არის ეს ზარადის დამაგრების წეში და ასევე ზონდრისთვის ზემოთ 2 რგოლი აქვს, რომელიც არც ერთ ცნობილ ლიტერატურაში ცნობილ მუზარადებს არ აქვს. ანუ ესე იგი მეორე სართული ზარადხანა გვაქვს და პირველი სართული, ანუ იატაკის დონეზე, თქვენ აქ აი ჭრილში კარგად წეღან რომ გითხარით, რომ სამივე კედელს მიყვება ხის კონსტრუქცია, რომელიც აი თაროებივით გამოიკვეთა, როგორც ჩანს აი ამ თაროებზე ყველგან დაწყობილი იყო მარცვლეულით სავსე ტომრები. რამდენადაც სამივე კედლის გასწვრივ აი სიღრმეს ხო ხედავთ დაახლოებით 30 სისქის და საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე თითქმის ყველგან გამოვლინდა ფეტვი აი აქ ყველგან აი აქაც ხედავთ აი ეს მასა მთლიანად არის მარცვალი აქაც აი ამ ნაწილშიც და აი ამ ნაწილებშიც რა არის ახლა ეს ქალბატონ ნანა რუსიშვილს დიდი მადლობა მან გაგვისაზღვრა ეს მარცვლეული ეს გახლავთ ფეტვი რომ ჭყუიალებდა ძალიან ის აი ეს ორივე ეს არის ფეტვი და ეს არის ქერი კილიან მარცვლიანი და ერთმარცვლიანი ხორბალი და ორმარცვლიანი და რბილი ჯიშის ხორბალი. ანუ ერთ სათავშოში ჩვენ გვაქვს 3 სხვადასხვა სახეობის ხორბალი. და ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ ერთი ის რომ ამ პერიოდში საქართველოში რუსთავში მოყავდათ არა მხოლოდ ერთი ჯიშის და ერთი სახეობის ხორბალი, არამედ საკმაოდ მრავალფეროვანი მარცვლეული და მეორე ის რომ ასეთი დიდი ოდენობით არის აღმოჩენილი, ჩვენ გვავარაუდებს რომ მოგეხსენებათ რუსთავის შემოსასვლელში იყო საბაჟო გზა, რომლითაც აი ეგრეთ წოდებული წითელი ხიდიდან შემოდიოდა გზა რუსთავში და მერე კახეთისკენ და მეორე ქართლისკენ და თბილისისკენ მიემართებოდა და როგორც ჩანს საკმაოდ დიდი მოცულობა აი ამ მარცვლეულებისა, რომელიც ინახებოდა ამ სასახლის პირველ სართულზე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გადასახადებით მიღებული პროდუქტი ერთი სიტყვით, რომელიც შესაძლოა სავაჭროდ, შესაძლოა მუდმივი გამოყენების, ხანგრძლივი გამოყენებისათვის ჰქონდათ დამარაგებული სასახლის მაცხოვრებლებს. ეს გეგმა უკვე ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ, აი ეს ოთახი, რომელიც ჩვენ ბოლომდე გავთხარეთ, იატაკს ხედავთ, რომ აგურებით არის მთლიანად მოპირკეთებული, აგურების ზომა არის 30-30-ზე. ეს დასრულებული აქვს სამუშაოები, წელს ვაპირებთ ძალიან მალე სამუშაოების განახლებას და გავყვებით და მეხუთე ოთახს და იმის შესაბამისად დროისა და ფინანსების მიხედვით გავაგრძელებთ სასახლის სხვა მონაკვეთების შესწავლასაც. აქ კარგად ჩანს ოთახები ფერადი იმის მიხედვით.
ეს მეხუთე ოთახის გეგმა, ეს მეექვსე ოთახის და ეს ჭრილები არის მეექვსე ოთახის და გამოხმაურებები თქვენც ალბათ თვალს ადევნებდით ჩვენი ქალაქის მერიც საკმაოდ ყოჩაღი ყავს და ხშირად ასე ვთქვათ პიარის კუთხით თითქმის ყველა ტელევიზიაში იყო ეს ჩვენი აღმოჩენები, გარდა ჩვენი აღმოჩენებისა, ეტყობა ამ სატელევიზიო ეთერებიდან საკმაოდ გავრცელდა რუსულ გვერდებზე, ევროპულ გვერდებზე და ეს არის მცირე მასალა წარმოდგენილი უცხოურ პუბლიკაციებში, სადაც რუსთავის აღმოჩენები გაშუქდა. სულ ეს არის, დიდი მადლობა, თუ შეკითხვებია გისმენთ. ნაგვაში თუ არის დიაბატონგოზები არის პენა სადაც ესეთი აღმოჩნდა როგორც არის მე სპეციალურად ხაზი გაუსვი ორმოს მასალებს, რომელიც თარიღდება მე-11 საუკუნით, უფრო შეიძლება მიჯნით, რამდენადაც ჩვენ ამ ორმოებში, რომლებიც ზედ ადევს ამ სასახლის იატაკს კიდე მაღლა, სადღაც 50 სანტიმეტრით ზემოთ დასრულდა მისი ძირი, ჩვენ ვამბობთ, რომ სასახლის ეს ფენა, ანუ ყოველ შემთხვევაში გრევის ფენა, როცა დაიწვა, ჩვენ ახლა არ შეგვიძლია ვთქვათ, კი, რუსთავს არაერთი მტერი შესევია და თითქმის ყველამ გაიარა საქართველოში, ვინც კი შემოსულა რუსთავზე. მტრის შემოსევის შედეგია, მაგალითად, რახან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მე-19 საუკუნე, ჩვენ ნიმუშები გვაქვს აღებული და C14-ით ამას დავადასტურებთ, მაგრამ იმის გამო, რომ სტრატიგრაფია გვაქვს ასეთი, არ გვეპარება ეჭვი, რომ გრევის ფენა, მე ვერ ვიტყვი ამ ეტაპზე სასახლის აგების ფენა, პერიოდი რომელია. გრევის ფენა უნდა დათარიღდეს მე-10 საუკუნის პირველი ნახევრით, ვერ გადმოცემდება. დიახ, და თვითონ მუზარადების ტიპიც ანალოგიების მიხედვით თარიღდება, პარალელების მიხედვით თარიღდება მე-10 საუკუნით. ბატონო? საუკუნის ბოლოდან მაინც თითქმის განმავლობაში, სწორედ ამ პერიოდში ეს თბილისის ამირას დამოკიდებულებაში იყო და მაშინ ეს თუ შეიძლება ეს როგორ უკავშირდება ერთმანეთს ეს კი ბატონო, ითვლება ნამდვილად ასეა ლიტერატურაში, რომ თბილისის საამიროს შემადგენლობაში მე-9 საუკუნიდან მაინც, მერვე ვიტყვი ახლა, ანუ არის ეგ ვერსია, რომ რუსთავი არის თბილისის საამიროს შემადგენლობაში, მაგრამ ნახეთ, ჩვენ ჯერ კიდე ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ ამისი დოკუმენტური წყარო არა გვაქვს. ერთადერთი რამ, რაც ის რო ქვემო ქართლის შემადგენლობაში შედის რუსთავი, ეს არის გვიანშუა საუკუნეების ამბავი უფრო. და ერთადერთი წყარო, სადაც ნახსენებია, ეს არის მე-11 საუკუნეში, სადაც ნახსენებია თბილისისა და რუსთავის ამირანი. მაგრამ ეს ამირა არის კი რუსთავის ამირა, თუ ანუ ამირა არის როგორც არაბული არაბეთის, რა ქვია, მოხელი არის თუ სამხედრო პირი არის, ანუ ამირა არის თბილისის საამიროს მოხელი არის თუ უბრალოდ არის მოხელე, რომელიც შემდგომში ამირები ვიცით, რომ ტიტულატურაში გადავიდა, ანუ ხელობის აღნიშნული არის და არა მხოლოდ სამხედრო. ამაზე ახლა მე ვერ ვიდავებ, მაგრამ ეს მომავალი კვლევის თემა არის და იჯდა თუ არა რუსთავში ამ დროს ამირა მე-9 საუკუნეში
ეს არის საკითხავი. გრევაც შემიძლია ვთქვა, ვისი შეიძლება იყოს 914 წელი აბულკასიმი, რომელიც თბილისსაც იღებს, კახეთშიც ლაშქრობს, სამცხეშიც ლაშქრობს და ეს გრევაც შეიძლება აბულკასიმს უკავშირდებოდეს. საქმეებაში თერაპევტი კაცი თავის მაღალსია სამშვიდია მანისია რუსთავია თბილისის საამირო ეს არის მარტო ქალაქი ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია მე რატომ შეგვიძლია და მიდამდენი გამეძლეებინება უღათოქის ამბავი როგორც სამშვიდობოსაც ძლებს რუსთავსაც ძლებს მე თბილისსაც ძლებს იმიტომ რომ ეს ისწორედ ამირას ძინავდა გარი პირველ რიგში მე დაანახეს თრიალეთის განმარტება სხვა რაღაცებს ამიღოს მაგრამ პირველ რიგში სწორედ თბილისის საამიროს გამაგრებულ სინაგრებსა და ქალაქებს მაგრამ იმიტომ შემდეგში როდესაც კიდე იქნება ამ უზარმაზებსა და სარადებზე და ჯარჯისფერებზე ლაპარაკი შეიძლება ესეთ გავუწევთ ვისი საკუთრება შეიძლება ყოფილიყო ეს ყველაფერი კი ბატონო, მე ზუსტად ხაზი იმიტომ არ გავუსვი და ისიც იმიტომ აღვნიშნე, რუსთავი მაინც მდებარეობს მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე. თბილისის საამირო მაგ პერიოდში ან ვრცელდებოდა მარჯვენა ნაპირზე, ან არ ვრცელდებოდა. და მაგ პერიოდში კიდე მე-10 საუკუნიდან ჩვენ ვიცით უკვე კახეთის სამეფო საკმაოდ გაძლიერებულია. ის იქით უტევს თბილისის საამიროსაც და ქართლის ტერიტორიებიც კახეთის შემადგენლობა აღსათარმა თბილისი აიღო საერთოდ. ხო, კი ბატონო. კი. ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი მასალა. პოლიტიკურ სიტუაციაზე ვარ ვიკაპათოს ამ ეტაპზე უნიკალური მასალა თავისთავად რა თქმა უნდა უბრალოდ მე აი არგუმენტად ამ რუსთავის და ბუღათოვთან დაკავშირებით არაბულ ყალთან დაკავშირებით აი ეს არაბული წარწერები ზუსტად შეიძლება მიანიშნებდეს რაღაცნაირად ამაზე პლუს აი კერამიკა რო აჩვენეთ თქვენ ეს თასები ადგილობრივია თუ არ ჩანს აქ კარგად როგორი არის ჭიქური, არის თუ არა ლუსტრიანი ჭიქური, იმიტომ რომ თუ ეს ლუსტრიანი ჭიქური ეს ნამდვილად იმპორტია, აი რა ტიპის კერამიკული მასალა არის აი ამ მოდელში. რუსთავის მუზეუმი ფლობს მთელ საქართველოში ყველაზე დიდ კოლექციას მოჭიქული ჭურჭლის. თითქმის ყველა სახეობა არის და ყველა ერთეული არის წარმოდგენილი რუსთავში. გვაქვს ლუსტრიანი ფაიანსებიც, რასაკვირველია, მაგრამ აქედან არა გვაქვს. ეს უბრალოდ აღნიშნავს კარგად ჭიქური ფასებზე და ხო, ჭიქური არის, ხო, ორი ტიპის ორი სამი, ანუ როგორ არის მე-9 საუკუნეში პირველი მოჭიქული ჭურჭლები რო შემოდის, ეს არის შიშველკეთზე ხდება თეთრი ანგობით ფუნჯით მოხატვა და მერე ხდება უფერო ჭიქურით ან მოყვითალო მომწვანო ჭიქურით. აბსოლუტურად 99% რუსთავში აღმოჩენილი კერამიკული მასალისა არის რუსთავში აღმოჩენილი და ამის არაჩვეულებრივი დადასტურება არის რუსთავში გათხრილი არის 3 უზარმაზარი თიხის გამოსაწვავი ქურა. სადაც კრამიტიც გამოიწვებოდა და თიხის ჭურჭელიც. ანუ რუსთავი წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, რომელიც კერამიკული წარმოებას ადგილზე აწარმოებდა და რაც გაჩვენეთ, ყველა ადგილობრივია. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე არ ვიცი ესე იგი მე მივიღე სიამოვნება ამ გათხრების ყურებით. და მეორე კიდე ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. მსგავსი რამ ძალიან იშვიათია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ესეთი საბრძოლო რეალური საბრძოლო აღჭურვილობა, რაც არ გვაქვს საქართველოში მიუხედავად ამდენი ბრძოლებისა. ამით არის მნიშვნელოვანი, ესე იგი რუსთავმა
40-იანი წლების გასული საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ მიიღო ახალი სიცოცხლე და მე კიდევ ვიტყვი რომ აი ნაზის მიერ წარმოებულმა გააცხადება ბოლო წლებში ძალიან ბევრი სრულად ახლებულად დაგვანახა რუსთავი საქალაქო ცხოვრება თავისი სასახლით და ესე იგი სამეურნეო საქმიანობით. ახლა ისო რუსთაველები სამი ტიპის ხორბალს აწარმოებდნენ მე ამდენად ბევრს მიქონდა ეგ ეს ხორბალი და შემოგარენიდან არის, მაგრამ ისო ესე იგი წილს გამოსაჭრელი ჭურჭლები თბილისში, დმანისში და რუსთავში ჯერჯერობით სადაც სწორედ ხდებოდა მოჭიქული ჭურჭლის წარმოება. ეს მოჭიქული ჭურჭელი ახლა თავარია რომ აი იმ ადგილზე და იმ ფენის გაცხრა დაგრძელდეს, სადაც ესეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენებია, იმიტომ რომ მე არ ვიცი ახლა ეს მოგაწუხის დროს გადაეწვა, ბრუკასულის დროს გადაეწვა, მაგრამ ესე იგი აი ეს დამწვარი ფენა, რომელიც სხვაგანაც იქნება ყველა ვარიანტის დიდი ხანძარია, ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია და ბევრ საინტერესო მომენტს მოგიტანს, მოგცემს. მე და წარმატებული ვსულო ნაზის და კიდევ ერთხელ მიუღრუწო, ნაზისაც მიუღრუწო. ჩვენ პროფესიასაც მიუღრუწო და მთელ ჩვენ ქვეყანას ესეთი კარგი აღმოჩენისათვის. დიდი მადლობა.